შენ რო ძალიან ახალწებული გახსოვანებული ხარ და მე ძალიან გაურკვევლობაში რო ვარ წარმოდგენა არ მაქვს რა. ანუ მე მგონი ეს არ მინერვიულია, რავი, ბოლოს ეროვნული გამოცდების მერე ალბათ. ვა, რომ სწორი დღეობს. მაგრამ ის არის, რა ქვია, ანუ ამ თემაზე ყოველთვის მინდოდა რა და ეხა თან დაგითანხმე როგორც იქნა. რომ ამ თემაზე ვცადოთ როგორ გამომივა მეც ახლა ხო არ ვიცი ესე მოკლედ რომ დავიწყოთ რაზე ვწერთ აბა მოდი შენი წარმოდგენით რაზე ვწერთ დიდი წარმოდგენები არ მაქვს რაღაცა ვიცი რომ true crime-ები ძალიან შეპყრობილი ხარ და ერთი-ორჯერ გქონდა მცდელობა რომ გეჩვენებინა ჩემთვის ერთხელ მახსოვს რომ დამპირდი გაჩვენებოდა და გავიწყდა შანსი არ არის, აი შანსი არ არის. არა კი, მანდ ვიყავი ცენტრში ვიყავით და დაგავიწყდა რა რაღაცა სხვა რაღაცები ქონდა და ვეღარ მოიცალე და მეორე იყო რომ ლინკი ჩამიგდე მგონი და არ მიყურებია. ლინკი მაგ ალბათ ერთი სამჯერ ჩაგდებული. თუ გინდა ჩვენი ესე რა ქვია მესენჯერი მაშინ დასერჩე და ნახავ რამდენჯერმე ლინკი გამოგდონა. მასე ხო იცი არ შევირცხენ თავს. ხოდა მაგას ველოდები რა. ველოდები რომ რაღაცის შესახებ ისტორია გექნება, რომელიც გახსნილი ან გაუხსნელია და არ ვიცი წარმოგიდგენ მაგრამ შანსი გავუყავით. ძალიან მიხარია ესე რომ გხედავ. სანამ დავიწყებ თვითონ საქმეზე ლაპარაკს, მე ვიყვები მოკლედ როდის მოვიწამლე ამ ყველაფრით. დაახლოებით 9 წლის წინ. 2017 წელს ისე დაახლოებით ეს პერიოდი იყო რა, გერმანიაში ვიყავი და ანუ ოღონდ სიგიჟე ვქენი რა. ამ ყველაფრის ყურება, ანუ true crime-ებზე ვლაპარაკობ რა, ნამდვილი დანაშაული. მოდი ესე ქართულად დავარქვათ, ნამდვილ დანაშაულებზე. დავიწყე ამის ყურება მარტო რომ ვცხოვრობდი გერმანიაში ტყესთან ახლოს. ანუ ცოტა შეშლილი ვიყავი. მე მეშინოდა, სულ მეშინოდა ხო. ანუ თავს ვირწმუნებდი რომ არა გერმანიაში ვცხოვრობ და ეს მე რაღაც მომენტში რომ ამოვწურე რაღაც რაოდენობის ისინი მე იქაურებზე გადავედი და მაგაზე მივხვდი რომ არა ნატა ანუ თუ ისმრებში ჩაყოლა არის ის მაგამბება მე ვერ ვუყურებ ისმრებში არ მოყვა. აუ ნატა დღეს თუ დამესიზმრა რამებს კაცი რაღაცა რა გელოდება შენ ვერ წარმოიდგენ. ისმრებში არ მინახავს არასდროს არა. უბრალოდ ისე მეშინოდა გარეთ სიარულის და ძირითადად ვიღაცას ველაპარაკებოდი. მაგალითად ხშირად დედაჩემს ველაპარაკ. ანუ თან ისი როგორ ადგილას ვცხოვრობდი? რაღაცა ესე უნივერსიტეტი იყო მარტო და გარშემო იყო სულ სიწყნარე. მე ტყეიც ანუ უნივერსიტეტის ეზოში ბაჭიები დარბოდნენ ხოლმე. რაღაცა ირმები, ანუ ეგეთ გარემოში ვიყავი. თან მე ვიყავი გერმანელების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სადაც გერმანელები ცხოვრობდნენ. ეს გერმანელები გაიკრიფებოდნენ ხოლმე ესე ხუთშაბათს და ჩამოდიო მარტო ვიყავი ამ მთელ შენობაში ხანდა. ხოდა მოკეთა ძალიან არასწორი პერიოდი იყო, მაგრამ მაგ დროს რომ დავიწყე ამ true crime-ების ყურება, იმის მერე ანუ შევჯექი ესე პირდაპირ მნიშვნელობით და კრიმინალურ გაქვს ნაყურები სერიალი რო არის? ხმაგად. კრიმინალური აზროვნება. კი, ვიცი. მაგრამ დაწყებული მაქვს რა, რაღაცნაირად ვერ ჩამithრია მაგან. ჩემი საყვარელი სერიალი არის True Detective. ანუ True Detective-ის პირველი სეზონი არის შედევრი. ანუ მართლა შედევრი არის, ოღონდ აი ყველას ვურჩევ. ოდნავ მაინც დეტექტივი ვისაც აინტერესებს, იმათ განსაკუთრებით ეს პირველი სეზონი, ანუ აი კინო სამყაროს შედევრი არის რა, სცენებით და ყველაფრით საერთოდ. ჩემი დეტექტივებისადმი ურთიერთობა აგათა კრისტის წიგნებით შემოიფარგლება, მხოლოდ ანუ მაგ კრიმინალურ რაო? უთი გოჭი. გახსოვს შენთან წავიკითხე და იქეთ კრავი თამაშობდა და ცალითვალი იქეთკენ მქონდა და ცალითვალით ვკითხულობდი, რომ ვერ მოვწყდი, ისე საინტერესო იყო და მაგ კრიმინალურ აზროვნებაზე წერან მაგიტო გითხარი მაგაზე გამახსენდა რომ მახსოვს GDS-ე გადიოდა მგონი შაბათ-კვირას და ისეთ დროს გადიოდა როცა სახლში ვიყავი სადღაც რომ მივდიოდი მანამდე რაღაცა 9 საათიანი 1 საათიანი სახლში ყოფნის რომ მქონდა და რო ჩავთავდი ტელევიზორს ხო და ისეთ რაღაცებს იძიებდნენ ხოლმე რაღაცა მაინდა-მაინც ბედნიერი ვერ ვიყავი
ანუ ეხა ძირითადად ეგრეა ხოლმე რა. ხო. ცოტა ისეთი შემაზრწუნებელი ისტორიები არის ხოლმე. ხო. აბა ველოდები. შენგან ეხა. ხო და დღეს ეხა გადავწყვიტეთ რომ ამაზე უნდა ჩაგვეწერა. ძალიან ბევრი ვიფიქრე მართლა რომ ანუ აი რომელი ისტორია ამერჩია. ძალიან უცნაური ადამიანი გამოჩნდები ვიცი ამის მერე. მაგრამ რამდენიმე საყვარელი ისტორია ანუ და მივარისად უფრო გამოგაჩე. თუ დაძღერს ვიცი, მაგრამ ანუ საყვარელი ისტორია რაში გამოიხატება ახლა საყვარელი ისტორია, რომ ისეთია რა, ანუ ბევრი რაღაცა ხვეული აქვს ესე პატარ-პატარა დეტალები, რომელიც არ არის ჯერ გამოძიებული. ანუ თან ეხა დღესაც მოვყვები ისეთ ამბავს, რომელიც გამოძიებული არ არის. ანუ ძირითადად ეგეთი ისტორიებს ვუყურებ ხოლმე რა, მეც რომ თქვათ მკვლელი ვერ დაიჭირეს, რავი 100 წელი გავიდა, 200 წელი გავიდა, 50 წელი გავიდა და ასე შემდეგ რა. და არავინ არ იცის რა მოხდა, როგორ მოხდა და დღემდე არის თაროზე შემოდებული ისტორია. ხო და არა, დღეს კიდე ერთს დავამატებ და მე გადავალ ისტორიაზე, რომ ეხა ამ ბოლო დროს ყველა ძალიან ჩართული ამ ეპშტეინის ფაილებში რა. ანუ შენც გაიგებდი რამეს. არა? აბა მითხარი კარგად განვიმარტე იმ გამახსენებ. ამერიკელი მილიარდერი არის ტიპი, რომელზეც ძალიან დიდი ამბავია სკანდალი აწეული ტრაფიკინგზე და ბავშვების არ იცი საერთოდ. გამიგია. ანაირად მოახერხე, ანუ მთელი მსოფლიო. ჩვენ აქ სპაბალში ვცხოვრობთ. ნინო ჩხეიძემ ახალი სუნამო გამოუშვა, ეგ ვიცით. ანუ არა, ეს ეპშტეინის. გია სუნამოშმა ახალი ტრეკი ჩაწერა. ამერიკამ ეხა, ანუ პრეზიდენტის ტრამპის დადგენილებით 3.5 მილიონი გვერდი დამამტკიცე, ანუ საბუთები გამოვიდა რა, ანუ რა ქვია მაგას? ევიდენსი რა, ანუ რაც დევს საბუთებს. მტკიცებულებები, მასალები გამოვიდა 3.5 მილიონი გვერდი. და ეს ანუ მეორე ტალღა არის ამ საბუთების. აქ არის რაღაცა 2000-ზე მეტი ვიდეო, უამრავი სურათი და ასე შემდეგ. ანუ და თან ეს არის ანუ როგორ არის იცი მთელი ამერიკის ელიტა და ცნობილი ადამიანები ჩართულები იყვნენ რაღაცნაირად. ანუ ჩართულები ხა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვიღაცები ნახსენები არიან ამ ფაილებში რა. ტრამპის ისეთი იყო ეს მოსვლის წინ, ანუ პრეზიდენტად მოსვლის წინ იძახდა რომ მეო რომ მოვალო, მაგ ფაილებსო გავასაჯაროებო რა. ეგ იყო დაპირება. და კი გაასაჯაროვა, მაგრამ სადაც თვითონ არის ნახსენები, მე მგონი ისინი არ გაუსაჯაროებია. ეგ ამ შაბათ-კვირას მოხდა თან რა და ძალიან ცხელი ამბავია და მე ისე კომენტარებში დაგვიწერონ თუ აინტერესებთ მაგაზეც ჩავწეროთ მოკლე მიმოხილვა, იმიტომ რომ ეხლა დავიწყე მაგ ამბებში ესე ჩაღრმავება, მაგრამ თან ცოტა მეშინია, იმიტომ რომ ეგ აი ძალიან სიგიჟეები არის. დღეს მეუბნებოდა ერთ-ერთ მეილში წერია, რომ ვიღაცა ბრაზილიელი გოგო, მეილი ვიღაცებს შორის მიმოწერაში, ბრაზილიელი ახალი გოგო მოვიდაო, ძალიან ლამაზიაო, ძალიან სექსუალურიაო და 9 წლისო. ანუ ერთ-ერთი მეილის შინაარსი იყო ეს. და ეს არის ახლა ძალიან ესეთი პატარა ერთი მეილი, ანუ 3.5 მილიონი. წარმოიდგინე რა, სიგიჟე არის ანუ მანამდე კიდე არსებობდა ხო რაღაცები ვეგევიდენსები? მანამდე ერთი პარტია ფაილების გასაჯაროებულია უკვე და ეს ახლა იძახიან რომ ყველაფერი გასაჯაროვდა. ხო და ეს ძალიან ისე ვიყავი მეთქი, მაგრამ ამაზე ჯერ მინდა რომ კარგად ჩავუღრმავდე მე თვითონ ამ თემაზე და ვნახო მე თვითონაც რაღაცებით მე და თან თუ აინტერესებთ რა დაგვიწერეთ თუ გინდათ რომ ამ თემაზეც ჩავწეროთ. ოკეი. engagement-ი რო გავზარდოთ ხო? ხო, არა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კი ჩვენ რაღაცებს ვუბერავთ და რაღაცებს წერთ და თან ჩვენი აუდიტორია თუ გამოგვეხმაურება, რა უნდათ რომ რაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც მიხვდით, აგერ ნატას ძალიან მრავალმხრივი გამოცდილება აქვს და ის ამ მიმართულებით და შეგვიძლია მოკლედ ეგ რესურსი გამოვიყენოთ. ველოდები ახლა დაიწყე ერთი სული მაქვს, რა შარში გავყავი, თავი რომ ვნახო. ხო, იცი რა არის სურათებს მე, ამიტომ რომ სურათებიც მაქვს ამ ყველაფრის მომზადებული რაღაცა. ამოვაგდებ, ეგ არა პრობლემა. შენ ჩატში გამოგიგზავნი რა, არა? ოკეი, მესენჯერში ჩავიგდე. ხო, მე რო ვილაპარაკებ, რომ შენ გაიგო, ანუ ჩატში ჩაგიგდებ ხოლმე ამ საკითხებზე და დამოკიდებისას ამოვაგდებ. ანუ დღევანდელ დღეს გადავწყვიტე, ესე ორი გოგოს საქმე არის, ისე როგორი დამთხევა არის, არა, ორ გოგოზე. მაგაზე არ მიფიქრია. მაგრამ ორი გოგო ნიდერლანდებიდან სამოგზაუროდ წავიდა პანამაში. დაახლოებით 20 წლის გოგოები, კრის კრემერსი და ლიზან ფრონი. შეგვიძლია ესე დავარქვათ, კრის კრემერსის და ლიზან ფრონის გაუჩინარება. მე სურათი
ამ გოგოსი. მოკლედ, ძალიან მოკლედ რომ მოგიყვანო, ძალიან ჩვეულებრივი ორი გოგო იყო, ახალგაზრდა, 20-დან 25 წლამდე, ერთი 21 წლის იყო, ერთი 23-ის. ორივე რაღაცა სწავლობდა, ერთი სოციალურ ფსიქოლოგიაზე სწავლობდა, მეორეც რაღაცა მსგავს. ძალიან ჩვეულებრივი ორი გოგო იყო. სწავლობდნენ, მუშაობდნენ, რაღაცებს აკეთებდნენ და წავიდნენ სამოგზაუროდ სამხრეთ ამერიკაში. ხრავი, ძალიან ბევრს ქონია ჩემი აზრით მსგავსი ოცნება. შენ თუ გიოცნებია ისე სამხრეთ ამერიკაში ესე წასვლაზე? ძალიან, ძალიან. ჩრდილოეთ ამერიკაზე მეტად ზამბოლო დრო სამხრეთ ამერიკაში წასვლა მინდა. ამაზონის ტყეები, მაგ ტერიტორიებზე რა. და მიფიქრია, რომ ანუ რამდენად უსაფრთხოა, არ არის უსაფრთხო? ჩემი აზრით სამხრეთ ამერიკა ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი მგონია ესე სამოგზაუროდ. განსაკუთრებით, ბრაზილიის ტერიტორიები იქეც და ამას წინათ ვიღაცა ბლოგერი საუბრობდა, რომ საფულეებს, მასე ხო არის, რა ქვია, ჯიბეებში რა და რაღაცა სპეციალური შარულები შეიკერა, იმისათვის, რომ ეს საფული არის მიკერებული შარვალზე ისე, რომ ფიზიკურად ვერ გამოგვიჯავენ და კიდე აღწერდა იმას, რომ ტელეფონის ესე ლაპარაკი საუბარი მაინდა-მაინც ის არ არის, რა ქვია, უსაფრთხო, იმიტომ რომ შეიძლება გამოგვიჯავენ. ძალიან ბევრი ისტორია არის გაძარცვის, ყაჩაღობის და ეგეთი რაღაცების ძალიან პოპულარულია, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ისეთი ადგილია რა, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. ამ ორმა გოგომ გადაწყვიტა, რომ წასულიყვნენ პანამაში და ანუ რა, უბრალოდ სამოგზაურო წავიდნენ, ანუ 6 კვირიანი მოგზაურობა ქონდათ დაგეგმილი, რომ ესპანური გაეუმჯობესებინათ, უნდათ ასევე რომ რაღაცა პროგრამაში ჩართულიყვნენ და მოხალისეები ყოფილიყვნენ ბავშვებთან და რაღაცა ჩართულიყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა, ეს რაღაცა სათავგადასავლო ტურიზმის დიდი მსურველები არ ყოფილან, უბრალოდ რაღაც გამოსეირნება კი ბატონო, მაგრამ ესე რომ ეხა უნდა დავლაშქროთ რაღაცები და მარტო მიბოდია, ადგილობრივებთან მოწონდათ ძალიან ურთიერთობა რა. და 2014 წლის მარტში ჩავიდნენ. ბოკას დელ ტორო, ესე ქვია, სადაც თავიდან გაატარეს დრო და მერე ბუკეთ, არ ვიცი ზუსტად სწორად გამოვთქვამ თუ არა, ბუკეთ ესე ქვია ინგლისურად ამ სახელს, ამ ადგილს და იქ წავიდნენ დასარჩენად. რაღაცა, მასპინძელ ოჯახში იყვნენ, სასტუმროში არ ცხოვრობდნენ, მასპინძელ ოჯახში დარჩნენ და რაღაც დროს ატარებდნენ რა, ემზადებოდნენ, რომ მოხალისეობა უნდა დაეწყოთ სკოლაში. შემდეგ კვირას, ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ დაახლოებით მარტის ბოლო პერიოდზე რა, როცა ემზადებიან, რაღაცა ადგილზეც სახლდებიან რა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ადგილობრივად იგრძნონ თავი, იმიტომ რომ ამისთვის ჩავიდნენ. ამას აქ მნიშვნელობა ეხლა რატო ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მიხვდები რა, რომ ვიჩნევ რაღაცებს. და მე გამოკვეთს, რომ თან ჩავინიშნავ რაღაცებს, რომ გაქვს რაღაცის მკითხე და შემაწყვეტნე კაი, მაგრამ ჩანიშნავს გავაკეთებ, ხო? ამასთან ვაჯამებ, იმიტომ რომ არსად არ ეჩქარებოდათ, ძალიან მშვიდად ცხოვრობდნენ, არ იყვნენ ძალიან გამოუცდელები, რაღაცა გამოცდილება უკვე ქონდათ მოგზაურობის სამხრეთ ამერიკაში, ეს პირველი ადგილი ეს ჩამოვედით და აქ მივედით, ესეც არ ყოფილა და მაგაზე პატარ-პატარა ლაშქრობებს მანამდეც დადიოდნენ რა, პატარა ბილიკებზე რაღაცა, ესეც არ იყო რომ სრულად რაღაცა ნული მხედველობის ის ქონდათ რა, რომ სად მივდივართ, აზრზე არ ვართ, ესე არა, იმავე ადგილას რაღაცა ტერიტორიებზე უკვე დადიოდნენ. 2014 წლის 1 აპრილს მასპინძელი ოჯახიდან გავიდნენ. ოღონდ ძალიან უცნაური იყო რა, ამ ბოკეტეს მახლობლად წავიდნენ სადღაც რაღაცა ადგილას, რომელსაც ქვია ელ პიანისტი. პიანისტი რა, პირდაპირ გადავთვალოთ. ელ პიანისტი ქვია ამ ბილიქს. გავიდნენ სახლიდან დილით, არც ძალიან ადრე, არც ძალიან ღვიან. თან ქონდათ ერთი ზურგჩანთა, ერთი ფოტოაპარატი კამერა, 2 ტელეფონი და ერთი ბოთლი წყალი. ცოტა წყალი, ეხა ერთი ბოთლი თუ 2 ბოთლი არა, მაგრამ წყალიც ქონდათ. დაბრუნებას გეგმავდნენ მზის ჩასვლამდე ჩვეულებრივად რა, ესე დაიბარეს, ეს გეგმა ქონდათ და თან ოჯახთან, სადაც ცხოვრობდნენ, იმათთან მუდმივად კონტაქტი აქვთ, ის რომ ეხა წავალთ, აქ მივდივართ, ასე მივდივართ, ისე რომ უცებ დილით ადგნენ და გაქრნენ, არა. დილით გავიდნენ ესე
და მორჩა. ანუ ამის მერე დამთავრდა რა. არავის აღარაფერი აღარ უნახავს. არც ეს გოგოები არ შეხვედრიათ. მორჩა, აქ მთავრდება ამათი ისტორია. ეს ადგილი ახლა თან სადაც წავიდნენ ამ პიანისტს რა ადგილიც არის რა. არ არის ესეთი რაღაცა განსაკუთრებულად რაღაცა საშიში ადგილი არ არის. არაფერი ესე განსაკუთრებული, ჩვეულებრივი, ანუ მანიშნებელიც არის თავიდან რომ რაღაცა ბილიკია. ოღონდ არც ის არის ანუ ხო იცი ბილიკებს რაღაცა ფერები და ისინი რო აქვს. რაც გაფრთხილებს რა, რამდენად ანუ არანაირი ესეთი მაჩვენებელი არ არის ამ შემთხვევაში რა. ოღონდ ერთადერთი რაც არის რომ ანუ ეს პირველი ნაწილი არის ძალიან ესეთი უსაფრთხო, ძალიან ბევრი ტურისტი მიდის და მოდის, მაგრამ ამის მერე უკვე გრძელდება ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მონიშნული, ანუ რაღაცა ტალახიანი, ვიწრო ბილიკი არის, არ არის ოფიციალური. ხო, ანუ გადმოსახედთან მიდიხარ რა, ეს პატარა ბილიკი მიდის გადმოსახედთან, რომელსაც მირადორი ქვია. და რაღაცა გამყოფივით არის რა, ძალიან ლამაზი ადგილია და იქ მიდიან ეს ტურისტები და ოღონდ აქედან მერე ყველა უკან ბრუნდება. მაგრამ აქაც ანუ ამათთვის რო აღინიშნოს ძირითადად ხო რაღაცებს ხედავ, აი ამის მერე არ გააგრძელო რაღაც საშიში ცხოველები. ანუ არაფერი მსგავსი მონიშნული არ არის რა. ამის მერე აღარაფერი აღარ ანუ არც მონიშნულია არაფერი. მაგრამ ხო არ ვიცით რა, სად წავიდნენ, სად გაქრნენ, როგორ გაქრნენ, წარმოდგენა არ გვაქვს. ეხა უცნაური რა ხდება, ანუ წავიდეთ ეხა ანუ იქით რა ხდება რა, ესენი წავიდნენ 1 აპრილს დილით და მორჩა, აღარ დაბრუნდებიან. ჩვეულებრივად ეს რაღაცა ფონზე გადაღებული ბოლოს სურათები აქვთ რა. ბოლოს სურათები საიდან აქვთ, ვინმეს გაუგზავნეს თუ ფოტოაპარატი იპოვეს? მივალ მანდაც. კი, დღის სინათლეზე გადაღებული ფოტოაპარატი იპოვეს მერე და მანდიდან გამოჩნდება რა. ერთი ფოტო, ანუ ორივე იღიმის, შვიდად არიან, ცოცხლები არიან, არაფერი, ანუ საფრთხის შემცველი გამომეტყველებაც კი არ აქვთ რა, ანუ ერთი სელფი აქვთ, ესე ერთი გადაღებული და ერთი არის გოგოები, ერთად ის რა ქვია, ერთი გოგო ჩანს რა. მაგრამ ხო, ანუ რაღაცა ხო შეიძლება რომ საფრთხეს თუ ხედავ გამომეტყველება, არაფერი. იღიმიან ჩვეულებრივად. და საიდან დაიწყო ახლა, ანუ 1 აპრილს როგორც თქვი გავიდნენ, ну კაი 1 აპრილს საღამოს არ მოვიდნენ, უკვე ეს მასპინძელი ოჯახი შეშფოთდა. იმიტომ რომ ანუ არ იყვნენ ეგეთი გოგოები რა, ძალიან მშვიდი, წყნარი, მოწესრიგებული გოგოები იყვნენ და ანუ საღამოს, მაგრამ ხა ნუ ეხა უცხოელები არიან, რავი, ყველას თავისი საქმე აქვს. 2 აპრილს ყავდათ გიდი დაბარებული, რომელიც შუა დღეს უნდა დილით უნდა შეხვედროდა და ამ ადგილას წაეყვანათ სალაშქროდ. ანუ გიდი ყავდათ დაბარებული, რომელსაც ანუ სპეციალურად დაიბარეს ეს გიდი, რომ ესეთ ადგილას წაეყვანათ სალაშქროდ რა და დაასწრეს წინა დღით წავიდნენ თავად, ანუ გიდს არ დაელოდნენ და წავიდნენ, ოკეი. არა, ანუ აი რომ ეს რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ანუ სავარაუდოდ რაღაცა ძალიან მოკლე მანძილზე ქონდათ ესეც დაგეგმილი ახლა. რავი, სადღაც სალაშქროდ მივდივარ და ხვალ იქვე გიდმა უნდა წამიყვანოს. შეიძლება სხვა გზა ქონდათ არჩეული იმ გიდისთვის, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია, ხო? დღეს რაღაცო მივდივარ თუ ხვალ გიდი და დაიწყეს მოკეთ ეს ამბავი ატეხა იდეაში წამოვიდა მასპინძელი ოჯახიდან და იწყება ძებნა. ანუ მთელი ქვეყანა ჩაერთო ძებნაში, ვერტმფრენები, ადგილობრივები, მასპინძელი ოჯახის წევრებიც ჩავიდნენ, ძალიან ბევრი დღე გავიდა რა, ანუ კვირები გავიდა, არც სხეულები, არაფერი არ არის რა, საერთოდ ანუ არც ზურგჩანთა, არც ტანსაცმელთა, ანუ არანაირი კვალი არ ჩანს ამ გოგოების. ანუ აქ ქრება ყველაფერი გაქრა. აქამდე რა შთაბეჭდილება გაქვს, აბა გამიზიარე. არ ვიცი, ჩემთვის ყველაზე რაღაცა ისეთი უცნაური ფაქტი არის ის გიდის ამბავი რა, რომ რანაირად შეიძლება მეორე დღეს ყავდეს სადღაც დაბარებული ყავდეს პროფესიონალი ტიპი და მაგის გარეშე წავიდე იგივე როუდზე. ეგ ცოტა ძალიან უცნაურია ჩემთვის. იგივე გზაზე წავიდნენ თუ სხვაზე, მაგრამ მე როგორც მახსოვს, ანუ იმავე გზაზე მიდიოდნენ, მე მაგასთან ერთად, მაგრამ ნუ შეიძლება სხვაგან, მაგრამ რავი, მეც და ის ფოტოკამერა რომელ დღეს იპოვეს? ან რა იპოვეს? რა უბრუნდეთ, ანუ მოკეთ ეს ძებნა მიმდინარეობს, ანუ
ვერტმფრენები, ძაღლები, ადგილობრივები ყველა და გადავედით ახლა აპრილში ხო მოხდა ეს ყველაფერი, აპრილი, მაისი და გადმოვედით ივნისში. ივნისში ხო, აქ აღსანიშნავია, რომ ესენი ხა ეს ძებნა რაც ხორციელდება, სადაც ძებნა მიმდინარეობს, არის აი ამ ელ პიანისტას, ამ პიანისტის გზის მახლობლად. ყველაფერი რა, რას წარმოიდგენ ხო, რომ მეორე დღესვე, პირველ დღეს დაიკარგნა და მეორე დღესვე იწყებ ძებნას და სად დაიწყებ ძებნას, რა თქმა უნდა, იმ არეალში. მაგრამ წარმოიდგინე, მე ივნისში ქალი, ტურისტი ქალი პოულობს ზურგჩანთას. ზურგჩანთაში არის ორივე ტელეფონი, კამერა, სათვალე, ფული და ლიზანის პასპორტი. ერთ-ერთი გოგოს პასპორტი. ეს ყველაფერი არის. ესაც წაღებული ქონდეთ ამ პასპორტი თავიდან? ხო, ალბათ ედო ჩანთაში რა, ესე მაშინ ხა მოგზაური რო ხარ, ხო იცი დაგაქვს პასპორტი. თან იპოვეს მდინარის ნაპირას და ძალიან შორს იმ გზიდან, სადაც ესენი და ბოლოს უნდა ყოფილიყვნენ. საკმაოდ შორს. იმიტომაც არავის არ უძებნია ამ ტერიტორიაზე რა. უცნაური რა არის ახლა? ნივთები იყო აბსოლუტურად მშრალი, მდინარის პირას იყო არ დაგავიწყდეს. თან ისეთ ადგილას, რომ საკმაოდ ესეთი ტალახიანი და სველი გარემო იყო. აბსოლუტურად მშრალი იყო და ყველა ელექტროობა მუშაობდა, კამერაც და ტელეფონებიც. ის ფაქტი, რომ მდინარე გამორიყა, ეგ რაღაცეები გამოირიცხა. კი, დაივიწყე ეგ რა, იმიტომ რომ მშრალია და მეტნაკლებად ახლა 3 თვე გავიდა რა, რომ ძალიან ნორმალურ მდგომარეობაში არის რა, ყველაფერი არის ძალიან ადეკვატურ მდგომარეობაში. არაფერი არ არის რაღაცა ესე შელახული, ნათრევი და თქვა ისიც რო იფიქრო, რომ ცხოველმა ხო არ წაიღო. ხო. ეხა უცნაური რა არის, ტელეფონი რო გახსნეს, ეხა ტელეფონები დამჯდარი იყო და რო ჩართეს ტელეფონები, არაერთი ზარი იყო მცდელობა, რომ 911-ში დარეკილიყო. 911-ში არა, 112-ში დარეკვა რა, ევროპაში ხო 112-ია, მაგრამ ყველგან მუშაობს, საერთაშორისო ის არის. და ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ 112-ში დარეკილიყო და ძალიან უცნაურია. ერთ-ერთი იყო 1 აპრილს, პირველი გვიან შუა დღეს იყო და სიგნალი არ ყოფილა, ვერ დაიჭირა რა, ვერ დაირეკა. მე შემდეგ დღეებში კიდე რამდენჯერმე განხორციელდა, emergency სასწრაფო დახმარებაზე ორივე ტელეფონიდან, თან მარტო ერთიდან არა და თან ზოგიერთი ამ ზარებიდან იყო ტელეფონების გაუხსნელად. ბლოკი არ ქონდა მოხსნილი. ისე იყო მცდელობა, რომ emergency ნომერზე დარეკილიყო რა. ისე გვერდიდან რო ირეკება ამაგებზე ამბობთ? როგორ ტელეფონიდან? აიყურე ტელეფონს რო აიღებ ახლა ესე გავხსენი. ვიცი ხო, დარეკვის გარეშე რაღაც ზოგჯერ მეჭირება ხოლმე. emergency call ნახე, ახლა ეს თან 2019 წელზე ვლაპარაკობთ, ახლა ცოტა სხვა ტელეფონი, მაგრამ მაშინაც ქონდა ესე ჩაშენებული რა. და უცნაური რა არის, იცი? ტელეფონზე ხო ნახულობ, პინი იყო არასწორად შეყვანილი. ვიღაცა ვინც რეკავდა, ვინც ცდილობდა, პინი შეყავდა ტელეფონში არასწორი. მაგრამ emergency რეკავდა. ერთ-ერთი ტელეფონი, თან მე რო შეამოწმეს ისტორია, ერთ-ერთი ტელეფონი მალე გამორთეს აშკარად, სავარაუდოდ იმიტომ რომ ბატარეა ელემენტი დაეზოგათ და მეორე ტელეფონი უფრო დიდი ხანი დარჩა რა, აქტიური. მაგრამ არც ერთი ზარი არ დაკავშირებულა რეალურად ვერ დარეკეს რა, ვერც ერთი. და ვერც ერთი მესიჯი ვერ გაიგზავნა რა, ძალიან უცნაურია, რომ ერთადერთი ეგ ხა მეც რაც მიყვარს, რომ როცა არ იჭერს წეს, მაშინაც უნდა შეძლო დარეკვა სასწრაფოზე, ხშირად. emergency ზოგადად აქვს ეგ ისა? მაშინ 2014-ში იყო ეგ ისა? არ ვიცი. მაგრამ და თან ეს არასწორი პინი.
ხო, და ეს არასწორი პინი რამდენჯერ განმეორდა, არასწორად შეყვანა. თუ ეგ რა ხო, იციან. ზუსტად რიცხვი არ ვიცი, არ წერია არსად რა, მაგრამ ნუ არასწორად რამდენჯერმე შეიყვანეს, ანუ რო რეკავდნენ, ანუ არასწორად იყო შეყვანილი. შეიძლება რა ვიცი, ჩქარობ, არ ვიცი. იცი რა მაინტერესებს? აი წერა რომ მითხარი სურათი არისო გადაღებულიო ბედნიერები რო არიანო, ეგ რომელ საათზე არის დაფიქსირებული? ანუ emergency call-ამდე მიხნით ადრე. რა ზუსტი საათი არ წერია, მაგრამ დღის სინათლეზე არის გადაღებული. ანუ ეგრე არის რა, მითითებული, რომ ის სურათები დღის სინათლეზე არის გადაღებული. მაგრამ უყურე, ხო, ერთი კიდე რაც არის, რომ ანუ ეს ყველა ჩართვა, ანუ რო რთავენ, ანუ ზოგავენ რა აშკარად ელემენტს, ჩართავენ ცდიან დარეკვას გამორთავენ. ერთ-ერთი ტელეფონი ჩართულია და ანუ არაფერი, უბრალოდ ჩართეს და გამოირთო მერე რა, ისტორია რო შეამოწმეს სავარაუდოდ. ანუ არც არსად დარეკვა უცდიათ, არც არსად არაფრის გაგზავნა, უბრალოდ ჩაირთო და გამოირთო. ოღონდ ეს ანუ დაკარგვიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება, ესე ვთქვა, დაკარგვის დღეს კი არა მარტო, ანუ რამდენიმე დღის განმავლობაში. და კამერა ეხა, ანუ კამერაც ხო იპოვეს ჩვეულებრივად, კამერაში არის 90-ზე მეტი სურათი. ანუ პირველი რამდენიმე სურათი რაც გითხარი არის დღის სინაღლეზე, ესე ბედნიერი გადაღებული და დანარჩენი სურათები არის ხამე, აბსოლუტურად არანაირი ლოგიკა, ანუ ვერანაირი ლოგიკა, ანუ მე გამოვიტანოთ ეს სურათები და განახებ კიდევაც ამ სურათებს. არანაირი ლოგიკა არ არის, უბრალოდ არის ბნელი, ქაოსური, კლდეები, ტოტები, არც გოგოები არ ჩანან არსად, ანუ საერთოდ არაფერი არ ჩანს. აი ფლეშით რო გაანათებ, მიხვდი? აი ერთ-ერთი ვერსია რაც მაქვს მოსმენილი, რომ აი გზის გასანათებლად ხო არ იღებდნენ, მიხვდი? ერთი ეგ არის ერთ-ერთი ვერსია რა, მაგრამ ხო ანუ აი რავი, არაფერი, საერთოდ სხვა, ანუ არანაირი სტრუქტურა რისთვის გადაიღეს ეს სურათები, არ ვიცი, მაგრამ 90-ზე მეტი სურათი. და დრო წერია, რომელი საათიდან რომელ საათამდე ღამის პირველიდან ღამის 4 საათამდე არის ეს სურათები გადაღებული, ღამის სურათები. იმცა ნახო ზუსტად, მაგრამ ეგრე მახსოვს. და მე ალბათ დაჯდა ის რა ქვია ფოტოაპარატი. თუ უბრალოდ მაგრამ მაგას საიდან ხო, ასე იგი, 90-ზე მეტი სურათი გადაღებულია ღამით 1-დან 4 საათამდე და თან მთავარი ის გამომრჩა აქ. ერთი კვირის მერე გაუჩინარებიდან. What? ერთი კვირის მერე გაუჩინარებიდან არის გადაღებული ეგ 90 ფოტო? კი. და იცი რა მაინტერესებს, ეგ ფოტოები სადაც არის გადაღებული? ბოლოს სადაც იპოვეს ფოტოაპარატი, დიდი კილომეტრია მაგათ შორის ხოვა? ანუ აი სრულიად გაბნეულია ეს ფოტოები რა. ეგ არ ვიცი ახლა იქ სადაც ჩანთა იპოვეს, იმიტომ რომ ეხლა რეალურად ეს ჩანთა არ იყო ბოლო ნაწილი რაც იპოვეს რა. მე ცოტა ხნის მერე რაღაც თუ რამდენიმე ხნის მერე აი ახლა ვეგეტყვი ზუსტად. ამოვაგდო ზუსტად ეგის. აუ რა გინდა ნატა, შენც გინდა, მეც გინდა რომ მომწამლო მაგ რაღაცეები. ძალიან მომეწონა. ხო, ანუ რაღაცა პერიოდის მერე იპოვეს ტანსაცმელი ამ გოგოების, ტურისტებმა იპოვეს ისიც. ანუ ტანსაცმელი სხეული არ არის ნაპოვნი. It's very disturbing, I'm sorry. მითხარი, მალე მე არ შევიცდი ასე მოწდა. ანუ სადღაც 14 ივნისისკენ იპოვეს ეს ჩანთა და 19 ივნისისკენ იპოვეს ფეხი ადამიანის ისევე ფეხსაცმელში დარჩენილი. და ფეხსაცმელი რაც ეცვათ? კი, hiking ფეხსაცმელი, სალაშქრო ფეხსაცმელი რაც ეცვა. და ეს იყო რა ქვია ლიზანის, ანუ დნმ-ით დადასტურდა რომ ლიზანის იყო და ძალიან შორს იყო იმ სალაშქრო გზიდან სადაც ესენი უნდა წასულიყვნენ, მაგრამ იმის მიმდებარედ სადაც ჩანთა იპოვეს. ხო. მე ეგ შესაძლოა რაღაც ცხოველმა ხო, მე უკვე ივლისი-აგვისტოში იპოვეს დანარჩენი ნაწილები. ანუ სხვადასხვა ადგილას რა, ორივე გოგოსი, მაგრამ სრული ნაწილები ვერასდროს
ვერასდროს ვერ აღარ. და თან ეს ამ ნაწილებით ესე რომ ცალსახად რა იყო სიკვდილის მიზეზი ვერ დადასტურდა და თან ეს ნაწილებით სხვადასხვა ადგილას იპოვეს რა. და თან 10 კვირაზე მეტი იყო უკვე გასული, როცა იპოვეს და დეკომპოზიცია დაშლა უკვე დაწყებული იყო, იმიტომ ჩვენ ლაპარაკობთ სამხრეთ ამერიკაზე, ხო? კლიმატი ძალიან ისეთი არის, ძველი, ნესტიანი და ყველა ვერანაირი ზუსტი რაღაცა დარტყმის ან მსგავსი კვალის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ვერაფერი ვერ დაადგინეს. ეგ უნდა მეკითხა, არაფერი კვალი არ ჩანდა, რომ ეს ცხოველმა ან შეჭმული იყო, ან რაღაცა დანაკუწებული იყო, ან რაღაცის კვალი რანაირად არ ჩანდა, ან ძვალი რაღაცა. დეკომპოზიცია უკვე დაშლა ქონდა დაწყებული ამ ყველაფერს რა და ეს ზუსტი რო თქვათ ცხოველმა იმან ეს ვერ მოხერხდა. ვა, რა უცნაურია და ასე დამთავრდა ყველაფერი. ხო, ეხლაც ეს არის, რა ქვია, ცივი საქმეა ესე რო ვთქვათ რა. არა, ხო, ეხლა 2014 წლის მერე ნივთმტკიცებულებები რაღაცეები ჰაიგუი რა უცნაურია, რა გინდოდა? საბოლოოდ რომ შევაჯამოთ რა. და მე თეორიები გამიგრძელე კიდე რაღაცე მომატყუე, რომ რაღაც ამოხსნეს. თეორიები მინდა რა, რომ შენთან ერთად ესე გადავუაროთ თეორიები. ეხლა შევაჯამოთ რა მოხდა, ორი გოგო რომელიც თან არ არიან ესეთი გოგოები რა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ რაღაცა ესე რისკზე რომ მიდიან და მოდი აბა ეხლა რაღაცა ახალი რამე აღმოვაჩინოთ, ეგეთი ტიპები არ იყვნენ. ძალიან ფრთხილები იყვნენ, ძალიან მომზადებულები იყვნენ, იცოდნენ სადაც მიდიოდნენ, რაღაცა უცხო გარემოში ესე სრულად არ გაქცეულან და всё მორჩა ჩვენ ეხლა მაგარი ტიპები ვართ. ისიც ქონდათ გააზრებული, რომ სავარაუდოდ უფრო რთული გზისთვის გიდი ჭირდებოდათ და ესეც ქონდათ დაგეგმილი. ერთი ისტორია, რომელიც ეს ოფიციალურ ჩანაწერებში არ არის. იქვე, ამ გზის დასაწყისთან, ამ პიანისტის გზის დასაწყისთან არის რესტორანი Il Pianist. დაახლოებით იგივე სახელი ქვია. და ძაღლს ქვია აზული. და ეს ძაღლი, ოღონდ ეს პოლიციას ოფიციალურ ჩანაწერებში არ შეუტანია და ამიტომ ყველა თეორიაში არ განიხილავენ. ეს ძაღლი იძახიან, რომ გაყვა ამ გოგოებს და საღამოს დაბრუნდა. რამდენიმე საათში მარტო დაბრუნდა უკან. მოკლედ, ფრთხილები იყვნენ, არ ყოფილან გაუფრთხილებელი გოგოები, რომ რაღაცა ესე უბრალოდ მოდი ეხა სადღაც წავიდეთ. ხალხი გაფრთხილებული ყავდათ, სად მიდიოდნენ, ესე გაურკვეველ ადგილას არ წასულან. მეორე დღეს გეგმები ქონდათ, ესე უმიზნოდ არ მოძრაობდნენ, დაგეგმილი ქონდათ რაღაცები და თან გრძელვადიანი იმით მოიყვნენ. პერსპექტივით რო აქ რაღაც მოხალისეობა უნდათ და ასე შემდეგ. მერე უკვე რასაც ვხედავთ. სურათები გადაღებულია შემთხვევიდან 1 კვირიდან 10 დღის შუალედში დაახლოებით, აღდგენის მიხედვით, ღამის 1-დან 4 საათამდე, ეს სურათების, იმიტომ 90-ზე მეტი სურათი. წეგან არ მახსოვს კითხე თუ არა, ეს 1-დან 20 საათამდე, ერთ კონკრეტულ დღეს არის გადაღებული ეს ყველაფერი, ხო? არა, მე მგონი გაფანტული არის. მე ზუსტად არ წერია, მაგრამ მე მგონი გაფანტულია რა, იმიტომ რომ როგორ არის იცი ფაილებში 7-დან 10 დღის შუალედში არის ეს სურათები გადაღებული რა. ხო, არ ვიცი, სავარაუდოდ ეს 90 სურათი გაფანტულია რა. ამ სურათებში არ არის არანაირი ადამიანის კვალი, არანაირი ვთქვათ, ხო შეიძლება ჩანდეს, რომ რაღაცა ბრძოლა იყო, რაღაცა ცხოველმა გათრია, არაფერი ესეთი არ არის. და ხო, მე რა ვიპოვეს, ჩანთა აღმოჩენილია მდინარესთან, რომელიც საკმაოდ შორს არის იმ ადგილიდან, საიდანაც დაიწყეს ამათმა და ესე ძებნა არც ყოფილა ამ ადგილში. იქვე იმ მიმდებარე ტერიტორიაზე არის ამათი დანარჩენი ნაწილები ნაპოვნი, ფეხი და სხვა ნაწილები, რომელიც დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ამათია, მაგრამ სრული აღდგენა ვერ მოხდა, იმიტომ რომ ტროპიკული კლიმატის გამო დაჩქარებულია გახრწნა და ეხა შეიძლება რაღაცა ცხოველის, მოკლედ, ცხოველზე ესე პირდაპირ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ნაწილი რო იყო, იქ მერე დაიწყო ცხოველმა რაღაც მიხვდი,
ეს არანაირ შედეგს არ გაძლევს ცხოველისგან წამოვიდა თუ არა. თემაზე ჩანთაზე თეორია არის, რომ შეიძლება რომ მდინარემ გამორიყა, უბრალოდ რაღაცა გარშემო რაღაცებმა მცენარეებმა და იმან შეინახეს და იმიტომ იყო, ეხლა ხო შეიძლება ეგეც რაღაცაზე ეგდო ზემოდან ან რაღაც მსგავსი მოკეთა. თეორიულად ჩანთაც რა მატერიის იყო, მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა, შენ რომ ძალიან ძვიანი ჩანთა გავცისები თუ იყო. ხო, ოღონდ თან კიდევ იმავე საღამოს ცადეს, პირველი მცდელობა იმავე საღამოს იყო, რომ ემერჯენსი, ანუ სასწრაფო დახმარებას რომ მიემართათ, იმავე საღამოს დაიწყო და გაგრძელდა. ხო, გარიჭერდა, გაგრძელდა და თან ანუ გააზრებულად ვიღაცა ინახავდა ელემენტს. ტელეფონის, ანუ გამორთვა ჩართვაც ისეთი გააზრებული ნაწილია, ხო, ეხა, შენ განიხილავ იმ ფაქტს, რომ ვიღაცა შეიძლება ადამიანი ყოფილიყოს მაგ ყველაფერში ჩართული და გაიტაცა და იმან ესე ააგო ყველაფერი, რომ დაიმალა ეს მტკიცებულებები და თუნდაც გზაკვალი აებნია გამოძიებისთვის? აუ, არ ვიცი რა, იმიტომ რომ ძალიან უცნაური არის ზოგადად ეხა ერთი კიდე აი თქვათ გარემო კლიმატიდან გამომდინარე რაც მნიშვნელოვანია რომ იმ გზის ანუ ჩვეულებრივ ნაწილს რომ გაცდები რაც არატურისტულია ძალიან ბევრი ხრამი და ჩასავარდნია რა და ძალიან მარტივად შეიძლება თან ეს ნისლიანი ტერიტორია იცისო ესე იძახიან და რაღაცა შეიძლება ვთქვათ ფეხი დაუცდათ და ჩავარდნენ და მაგიტო აღმოჩნდნენ სადღაც შორს და მე გზა აებნათ ღამე აი ესე არ მგონია აუცილებლად ხო, მე ფლეშით თუ რამე და ის ფლეშის თეორია არის, რომ იმ სურათებს გზას იკვლევდნენ. ხო, ანუ ეგ წარმომიდგენია, რომ ესე გაცდნენ, ანუ გადაწყვიტეს, რა მალე მივიდნენ, მარტივად მივიდნენ იმ გზაზე, რაღაცა იმ გადმოსახეთთან, სურათები სადაც აქვთ ბოლო დღის გადაღებული. მე წამოდიო სადმე გავიდეთო, ანუ გავაგრძელოთო უფრო სწორად, თეორიულად ვიძახი, ხა ერთ-ერთ ვერსიას თემი აზრით. გააგრძელეს გზა და შეიძლება რომელიღაცას დაუცდა ფეხი ან რაღაცა და ეს მეორე ან ჩაყვა დასახმარებლად რაღაცა ესე და ანუ აღმოჩნდნენ ვეღარ ამობრუნდნენ უკან ცადეს დარეკვა, მაგრამ აი მანდ უცნაური რა არის სურათის გადაღება რატო არ ცადეს ან თუ სხვა რაღაცებს უღებდნენ სურათს ხო ერთმანეთს რატო არ გადაუღეს ერთმანეთისთვის სურათის გადაღება რომ რამე და თუ იპოვიან ამ იმას რომ ნახონ რომ ისა ხო, ეგ ერთი ვარიანტი შეიძლება რომ სტრესულ სიტუაციაში მაგდენი ვერ იფიქრო, მაგრამ თუ ეს სურათები ეგ ფაქტი როგორც ვთქვი, გაბნეულია 7-10 დღის თუ რაც ვთქვი, ერთი კვირა 10 დღის განმავლობაში ეგ სურათები ხო ვიცით, 7-10 დღის მერე ხო ეგ სურათები აა მე საერთოდ ჩემი თეორია თუ გაინტერესებს მე მგონია რომ მაგ 7-10 დღის მერე ვაფშე სხვა ვიღაცა იღებდა მაგ ფოტოებს. ეგენი აღარ იყვნენ? მე მასე ვფიქრობ. ხო, იმიტომ რომ ის ემერჯენსები ნამდვილად მათი დარეკილია ემერჯენსებზე, ის კოდის შეშლის ამბავიც შესაძლოა რომ უბრალოდ სტრესულ სიტუაციაში იყვნენ და გაჭედეს, მაგრამ მე რავი რამდენი მანიაკი და რამდენი რაღაცა ადამიანი არსებობს და ან მოკლა და თანათრევდა ამას რომ რაც შეიძლება გვიან მაგრამ მე ჩანთა რატომ მიატოვა ესე რომ სამხილა თუ მასე ძალიან ჭკვიანი იყო და იცი რა მაინტერესებს მაგ ისინი აიღეს რაღაცა ხელისანაბეჭდები რომ ფოტოაპარატზე იმ გოგოების ხელისანაბეჭდები იყო მხოლოდ თუ სხვის ანუ სავარაუდოდ აიღეს, მაგრამ ანუ არანაირი ჩანაწერი მაგაზე არ არის. მაგაზე რომ რაღაცა სხვისი ანაბეჭდი ყოფილიყო, უეჭველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სააგენტო სხვისი რა ყოფილიყო, ხო? და მათი ანაბეჭდი ძალიან უცნაურია. არ ვიცი. კიდე რა თეორია შეხვდა მაგაზე, რომელიც ძალიან სისულელია, მაგრამ makes sense. ერთი შეხედვით სისულელია. ერთ-ერთ ანუ თან ახლა ეს მეც მოსმენილი მაქვს ბევრ სხვადასხვა პოდკასტში რა და მე თვითონაც ისტორიებიც მაქვს ნანახი. ერთგან იყო რაღაც ადგილობრივ ისტორიებს, მითოლოგიურ რაღაცებს ადანაშაულებდნენ, რომ აი ეგ ადგილი ცნობილია, რომ რაღაცა უცნაური ამბები ხდება, მაგრამ ესეთი არაფერი
ჩანაწერი არ არსებობს მაგ იმის, ამიტომ ძალიან ისე ყურით მოთრეული თემა მგონია ეგ, რომ აი რაღაცა ძველი სულები აკეთებენ რაღაცა. ეგ არ მგონია. მაგრამ ეგ იყო ყველა მანიაკის ამბავი მაგიტო მგონია რომ ეს დანაწევრებული სხეულის რაღაცები ხო ცალ-ცალკე იპოვეს რაღაცა კონკრეტული ადგილის მოშორებით და რა ვიცი რაღაცა ვერ ვუშვებ იმ ფაქტს რომ ცხოველებს გაიფანტათ ეს ყველაფერი თან მით უმეტეს ეს სულები და რაღაცები ისე იყო დარჩენილი რომ თან ანუ როგორი ის არის იცი რომ ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა ვერაფერი რა ანუ ვერც უარყვეს და ვერც დაადასტურეს ანუ ვერანაირი ანუ მესამე პირის ჩართულობა კლიმატის იმის გამო ხო? ხო, იმიტომ რომ ანუ ეხა კი რა რამდენი თვე იყო ანუ აპრილი, მაისი, ივნისი, 2 თვე ნახევარი იყო გასული, მაგრამ თან ანუ უყურე ორივე სხეულის ნაწილები დნმ-ით დადასტურდა რომ ორივესი იპოვეს, ანუ ეს ნაწილები ერთსაც ეკუთვნოდა და ფეხი იყო ლიზანის, მაგრამ მეორე გოგოსიც იყო რა ნაწილები და ანუ ძალიან დიდი ხანიც არ არის გასული იდეაში. ძალიან დიდი ხანით არ არის გასული. არა, 2014 წლის ამბავია, ხო? ხო, არა, ეხა განვითარებული იყო მაშინაც ეხა ყველაფერი. უბრალოდ ნუ აი უცნაურია, მაგრამ აი სურათებზეც ხო აი 7-10 დღის განმავლობაში თან, ანუ აი კიდე რაც მაგიჟებს. ბიჭო, 7-10 დღის მერე, ანუ ამ დროს ძებნა იყო, ეს ხდებოდა მაშინ, როცა ამათი ძებნა აქტიურად მიმდინარეობდა. მივხვდი, ანუ ამ დროს ყველა აქტიურად ეძებდა ამათ. ანუ რამდენიმე კვირა გაგრძელდა ეს ძებნის პროცესი, ეს 1 და 2 დღე კი არ ეძებდნენ ამათ. რამდენი იმ ტერიტორიაზე ხო არ ეძებდნენ რა ხარ ეს 10 და 20 კილომეტრის და 200 კილომეტრის დაშორებით ესეც არ ყოფილა. აი მე გაჩვენებ რა მხელაზე არის რა, ანუ რუკას სად იყვნენ ესენი და სად იპოვეს. ეგ ყველაფერი რა. ხო და ნუ ეგეთი ისიც არ არის ხა რაღაცა ერთი ქვეყნიდან მეორეში არ ყოფილა. და ვერტმფრენებს დაინახავდნენ. ბევრი რაღაც იყო ჩართული. ესე უბრალოდ ადამიანები არ ეძებდნენ. მე ხო არ ვიცი ჩემი ესე თეორია არის მოკრძალებული რომ ეგენი პირველ დღის ბოლოსკენ მეორე დღის რაღაცა იმ პერიოდამდე emergency კოლების პერიოდში იყვნენ ცოცხლები და მე აღარა და ის რაღაცა სხვა ვიღაცა და ჩანდა რატო დატოვა იმ ვიღაცამ ხო და ეგ მეუცნაურება ძალიან რომ თუ აი ესე გამიზნულად აკეთებდა ამ ყველაფერს ან რას უხებდა ფოტოებს ან მე ამ ხელა მტკიცებულება რატო დატოვა ან ჩანთა იდეაში მტკიცებულება არც დაუტოვებია იმიტომ რომ ანუ ის სურათები არაფერს არ იძლევა ანუ საერთოდ არანაირ ერთი სპეციალურად მაგისთვის გააკეთა რომ რაც თავგზა აებნია რა ერთი თეორია რაც არის ამ სურათებზე არის რომ სიგნალის გაშვებას ცდილობდნენ რა ანუ ვიღაცას რო დაენახა ყველა სურათი არის გადაღებული ფლეშით ანუ განათებით რა და იქნება განათებით ცდილობდნენ ან მიყოლებით მიხვდი აი რაღაც მორზეს კოდივით რაღაცის გაშვებას რა ერთი ვერსია ეგეც არის რომ აი ღამე მაგიტო იყო თან დღისით მაგიტო არ არის არც ერთი სურათი გადაღებული და ღამე მაგიტოა რომ მაგ ფლეშით ცდილობდნენ რომ ხო მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ეს emergency call-ები შემახსენე რამდენი ხნის მერე შეწყდა? რამდენი დღე მიმდინარეობდა? 3-4 დღის მერე შეწყდა ეს emergency call-ები და ეგ სულ რა ცნაურია. ნუ მე emergency call-ები რო შეწყდა დიდი ალბათობით ტელეფონი დაიჭდა. და ერთი გამორთული იყო. ერთი გამორთული. ხო, ეგეც ძალიან ცნაურია. რომ ის გამორთული რატო არ გამოიყენეს კიდე ერთი ახლა საინტერესო ის რაც გამახსენდა ამაზე ერთ-ერთი სურათი ნომერი 509 არის ან წაშლილი ან გადაწერილი აქვს ზემოდან სხვა სურათი ანუ ეს 90-ზე მეტი სურათი ხო იყო და ანუ ერთ-ერთი სურათი არის ანუ ოღონდ აი ეგ არის რა ზუსტად ვერ მტკიცდება რომ წაშლილია ეს სურათი თუ უბრალოდ გადაეწერა სხვა სურათი თუ რაღაცა გადაწერა რას ნიშნავს
ანუ რა ადგილი აღარ იყო თქვათ და ზემოდან გადაეწერა. ვიცი, ფოტოაპარატი არ ვიცი, მაგრამ მაგრამ ნუ ეგეც არ ჩასვეს, ანუ შემთხვევით რომ კადრში მოხვდა ვიღაცა ან რაღაცა და წაშალეს? არ ვიცი. რას მიყვები მაშინ ისეთ ისტორიებს, რაც არც შენ თვითონ არ იცი და ამ ხელსაგვენებელში რომ ჩამაგდე? ანუ გაუხსნელი. მე მაგის ისინი და იმავს ქნა ჩაუჯედე. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი მე თვითონაც რა ამაზე და ანუ ყველა ვიდეოში ანუ ეს არის ძიხეთ ჩვენ მე რაც მოუყევი ახლა დღეს ეს არის ის ძირითადი შევეცადე ისეთი ფაქტები ამ მომენტშია რაც იდეაში ფაქტებია რა იმიტომ რომ ამის მერე უკვე დანარჩენი არის ინტერპრეტაციები ხა ის ძაღლის ისტორიაც პოლიციის ფაილებში არ არის ანუ მესამე პირის ჩართულობაზე ანუ აი მე ეგ მიკვირს რომ აი რავი ეგრე idеალურად რანაირად გააკეთა რა ან თუნდაც თქვათ რომ სადღაც ფეხი დაუცურდა თან რამე რა სადმე როგორ არ გამოჩნდა ანუ ამ ძებნის დროს ანუ რა მეორე დღესვე დაიწყეს ძებნა სადღაც ეგ კვალი როგორ არისო იმ მასალებში არის პასუხი იმაზე რომ ამ გოგოებმა ხო თქვეს რომ ამ გზაზე მივდივართ და იმ ოჯახის წევრების გარდა კიდევ ვინმე მიცოდა ამათი გზა სად მიდიოდნენ? თუ ეგ მასალებში შეიძლება არ იყო, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება გაიგო და ადევნებოდა და რაღაცა მათი სხვა მიცოდა თუ არა, აქ მიდიოდნენ თუ არა? ხო. თუ რენდომ ტიპი. არა, ეგეთი არაფერი არ არის. ვა, ოკეი. ერთი კითხვა მაქვს ესე გარეშე. რამე true crime-ები არსებობს ისეთი, რომელიც გახსნილია და ესე საგონებელში არ ჩამაგდებს? კი, როგორ არა, ესეთი არ ჯობია? აუ, არა, ახლა მაგაზე ფიქრი უნდა დავიწყო. რა, სად, რანაირად და მე ძალიან არ მიყვარს ფიქრი ჯერ ერთიც და მე მასეთ რაღაცებზე ძალიან მეზარება. ასე რომ ხო, მაგრამ სადაც რაღაცა იყო. ღია ის გაგდატოვებული ახლა, აბა რა მოუვიდეთ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ისტორია, რასაც მეც ვუყურე რა და თან მაშინ ესე მარტო რო ვცხოვრობდი გერმანიაში. ესთან ახლოს. მე კიდე ჩვენ მაყურებელს ვურჩევ, კი არა დავკითხავ, როგორ მოეწონათ ეს ისტორია. მოეწონათ რა, ესე ძალიან უცნაურად ჟღერს ეს მოწონებაზე რომ ვლაპარაკობ რა, ეხლა ანუ ადამიანები გარდაიცვალნენ და ანუ ხო, არა, თვითონ ის არა ქვია, ფორმატი რა. ფორმატი და თქვენი თეორია რა არის, რა მოუვიდათ ამ გოგოებს და სხვა თუ გაინტერესებთ და რომელიმე ისტორიაზე თუ გაქვთ სურვილი ესე შემდეგზე მოისმინოთ. თვეში ერთხელ ჩემი აზრით შეგვიძლია ამ თემაზე ჩავწეროთ, ნინი, რა სიტყვი. ძალიან საინტერესო იქნება, რაცა ბევრი რაც ტვინის ის არის, რა ქვია, შევეცდები 1-2 გახსნილიც მოგიტანო, ნინი, გაიმთლად ეგრე არ აუ, შემდეგზე გახსნილი იყოს. შემდეგ იცი რა ქვია, რომ ვისე შეგვიძლია გავაკეთოთ ის Jack the Ripper. ძალიან ცნობილი მეუბნელია, შენთვის ძალიან ცნობილი, ჩემთვის ახლა არა, ეგ არის მე-18-მე-19 საუკუნის ლონდონის სერიული მკვლელი, ერთი, ანუ კლასიკური სერიული მკვლელი არის ეგ. აი მე მოვიდა. კაი, ესე გიშვებ და გამგიმთავრებ დღევანდელ დღეს. ოკეი. აბა, შეხვედრამდე. Ciao.